ტკივილი მუხლის სახსრებში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული ართრიტით ან ართროზით. როგორც სიმპტომი, ისე შესაძლოა თანახმდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ატმოსფერულ მოვლენებთან მიმართებაში. განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს. მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო, ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას. ხანდაზმულებში მუხლის სახსრების ტკივილი სასახსრე ნაპრალში, სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში სახსრებში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება. სპეციალისტები გვირჩევენ გავუფრთხილდეთ მუხლის სახსრებს და დავიცვათ ისინი მეტისმეტი დატვირთვისგან, თუმცა უმოძრაობა და მცირე დატვირთვაც ასევე მავნებელია. მან შესაძლოა საბოლოო ჯამში მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ატროფია გამოიწვიოს. სპეციალისტები გვირჩევენ არ შევზღუდოთ მოძრაობა და არ განაცხადოთ უარი სიარულზე. პირიქით, დღეში 2-3 საათით ისეირნეთ. მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ ისეთი, როგორიც სიარულისას არ შეგაწუხებთ და გახსოვდეთ, რომ მაღალქუცლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული განსაკუთრებულად ძაბავს ფეხის კუნთებს და ღლის მუხლის სახსრებს. წესად დანერგეთ ყოველდღიურად კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა. ეს ერთგვარი ვარჯიში არ მხოლოდ მუხლის სახსრისთვის, არამედ მთლიანად ფეხებისთვის. ამით წვივის კუნთებსაც გაიმაგრებთ და სისხლძარღვების ჯანმრთელობასაც განამტკიცებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა 20 წლის ასაკიდანვე ასუსტებს კუნთოვან აპარატს. არღვევს სისხლის მიმოქცევის პროცესს სახსრებში. ყურადღება მიაქციეთ კვებას. დიდი რაოდენობით ჩაქრისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები მხოლოდ წონას მოგიმატებენ. სხეულის ჭარბწონას კი უპირველეს ყოვლისა მუხლის სახსრები შეიგრძნობენ. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, თევზეულითა და რძის ნაწარმით.